ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ჯანდაცვის სფეროში დარღვევების შემთხვევაში და რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ დაზარალებულებს. ამ საკითხების გარკვევას ჩვენი ჟურნალისტი ნინო შავერდაშვილი შეეცადა დეტალებს სიუჟეტში იხილეთ. მოქალაქეები ხშირად უკმაყოფილონი არიან კლინიკაში მიღებული სერვისით, მედპერსონალის მოპყრობით ან ექიმის მიერ დასმული დიაგნოზით. მსგავსი პრობლემების დაფიქსირება პაციენტის უფლებების ცხელ ხაზზე 203-003 არის შესაძლებელი. ინფორმაციის გავრცელების მიზნით თბილისის ქუჩებში კამპანია ჩატარდა. მოსახლეობას ბროშურები დაურიგდა, რომლებზეც ყველა ძირითადი მითითებაა დაცული. პაციენტის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე რთული ვითარებაა რეგიონებში და უამრავ დარღვევას აქვს ადგილი. მოსახლეობა მისიც კი არის ის, ვის მიმართან და როგორ მოახდინონ ამაზე რეაგირება. პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და ცხელი ხაზის ოპერატორები დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებენ და იწყებენ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. ხაზი საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და კონსულტაციების უფასოდ მიღების საშუალებას აძლევს. არც ერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩენილა. ყველას მიეწოდა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ, მიეცათ რჩევა დარღვეული უფლების რეალიზაციის შესახებ, სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში თუ კი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდათ, გაეწიათ კონსულტაცია პრობლემის მოგვარების საკითხზე. ძირითადი მომართვიანობა არის საყოველთაო პროგრამასთან დაკავშირებით. მოსახლეობას აინტერესებს, რომელი პაკეტის მომხმარებელია და რა შეღავათების მიღება შეუძლიათ. ასევე მომართვიანობა არის ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენი ცხელი ხაზის სერვისი უფასოა საქართველოს მოქალაქეებისათვის. სწორედ ამ სერვისის საშუალებით არაერთმა მოქალაქემ გაიუმჯობესა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მინდა ვიცოდე ყველაფერი ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობის შესახებ. მე მაქვს იცოდე, მოითხოვე, მიიღე. პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის მთავარი სლოგანია. ინფორმირებული მოქალაქე დაცულია სამედიცინო მომსახურების მიღებისას გადაცდომისგან. იცოდე, მოითხოვე და მიიღე.